Სამართლოში დღეს მათე დევიძის მორგი პროცესის გაიმართა, მხარები არსებით განხილვაზე გადავიდნენ. დევიძე ამჯერად დუმილის უფლებას იყენებს. პროცესზე დასწრებას სურდა საფრანგეთის ელჩის მრჩეველს, თუმცა ის ხდომათა დარბაზში ვერ შევიდა, უთხრეს, რომ ადგილი არ არის. მოსამართლემ 15 წუთში დაასრულა კიდევ ერთი დაკავებულის ანატოლი გეგაურის პროცესი. პატიმრობაში დარჩნენ აქციის მონაწილე სხვა დაკავებულებიც დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს. ბრალადებად აქციის დროს სათვალთვალო კამერის ჩამოგდება. ამ ორი ბრალდებულიდან ერთი სოციალურად დაუცველია, მეორეს მცირეწლოვანი შვილი ყავს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, თუმცა მოსამართლე კალიჩენკომ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. მარიამ ჩანტლაძე დეტალებს ესაუბრებს. პროევროპული აქციის მონაწილის მათე დევიძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 30 წუთსაც არ გაგრძელებულა. ხდომათა დარბაზში მხარეებმა წარმოსთქვეს შესავალი სიტყვებით. მტკიცებულებების გამოკვლევა კი თებერვალში დაიწყება. მათე დევიძემ დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. მე გეტყვით იმას, რომ თავდაპირველად 21 წლის ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდგომ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. სახელმწიფო ბრალდება 21 წლის ახალგაზრდას ედავება პოლიციელებზე თავდასხმას. დღეს პროკურორმა პირდაპირ ცალსახად თქვა, რომ იგი მოქმედებდა შურისძიების მოტივით და თავს დაესხა პოლიციელებს, რაც გამოიხატება და იმაში, რომ სახელმწიფო ბრალდება ავითარებს ვერსიას, თითქოს მათე დევიძე ისროდა ჯოხს პოლიციელების მიმართულებით. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ მისი ეს ქმედება იყო განპირობებული თავდაცვის მიზნით და გრძნობდა საფრთხეს პოლიციელების ძალადობრივი ქმედებებისგან გამომდინარე. მათე დევიძის მიერ თავდასხმა გამოხატული იყო ჯოხის დარტყმაში. ამ შემთხვევაში ორ პოლიციას აღენიშნება დაზიანება, ერთ შემთხვევაში სახის მიდამოში, მეორე შემთხვევაში ექსპლორაცია ხრის მიდამოში, მესამე პოლიციას არ აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა ის გამარტავდა, რომ მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დღეს გაიმართა არსებითი განხილვის პირველი სხდომა მათე დევიძის სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის და ბრალდების მხარის მიერ წარმოთქმული იყო შესავალი სიტყვები. შემდეგი პროცესი გადაიდო 7 თებერვალს, სადაც იქნება წარმოდგენილი სავარაუდოდ ბრალდების მოწმეები. დღეს ხდომათა დარბაზის კარები დაუხურეს საფრანგეთის ელჩის პირველ მრჩეველს, რომელიც სასამართლოში მოვიდა იმისთვის, რომ პირადად დასწრებოდა მათე დევიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას სასამართლო პროცესს, თუმცა იგი მხოლოდ უყურებდა პატარა ფანჯრიდან კარებთან პროცესის მიმდინარეობას. დღეს სასამართლო დარბაზში ასევე იყვნენ ოჯახის წევრები, 21 წლის ახალგაზრდა მუსიკოსის, მისი მხარდამჭერები, მათე დევიძის ბებიასაც ვესაუბრეთ, რომელსაც არ აქვს სასამართლოს პირობებში ობიექტური ვერდიქტის მოლოდინი. მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას არ შეწყვეტენ. მოლოდინები მქონდა, მაგრამ აბა ეხლა რაღა მოლოდინი მაქვს. ამათთან არაფერი არ გადის, არაფერი არ აღის, არაფერი. ამათ გინდა ესენი არ არის, ხალხი არ არის. მათ ეს პროცესზე მოუყვები, ზუსტად 10 წუთში დაასრულეს პროცესი. იქამდე ძალიან ბევრი მსურველი, მისი მეგობრები, მისი მუსიკალური ბენდის წევრები, მუსიკოსები, მისი გულშემატკივრები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც არ შეუშვეს, მათ შორის იყო საფრანგეთის ელჩის პირველი მრჩეველი, მისი თარჯიმანთან ერთად არ შეუშვეს Amnesty International-ის წარმომადგენელი, ძლივს შევიყვანეთ. უბრალოდ ცირკია ის, რაც ამ კედლებში ხდება და უბრალოდ ყველა ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდა სამართალს ამ ქვეყანაში და უნდა იყოს მხარს უჭერდეს მოქალაქის თავისუფლებას და სამართლიანობის უზენაესობას, არის უბრალოდ ერთი რაღაცა რეჟიმის დაცვაში და ერთი რეჟიმის მფარველობაში. მე სპეციალურად აქ ატარებენ ყველაზე პატარა დარბაზებში ამ სხდომებს, რომ ვერც მეგობრებმა ვერ დაინახოს მათე ამ 10 წუთით მაინც და ვერც ოჯახის წევრებმა. აი გაუგონარი ამბავია მართლა რაც ხდება ხოლმე აქ შეშვებაზე და გამოშვებაზე ამ ადამიანების ფანჯარაშიც კი არ ახედებენ მეგობრებს და ოჯახის წევრებს. სასამართლოზე აღარ ვისაუბრებ, არის ჩვეულებრივად აი წარმოუდგენელი ცირკსაც ვერ დავარქვან, ტყუილის ბუდი არის. ეს ამ სასამართლოს უფლება არ აქვს, რომ ვინმე რამეზე საერთოდ გაასამართლოს და ზედმეტია საუბარი, 21 წლის ბიჭი საერთოდ საპყრობილეში ყავთ უკვე ამდენი ხანია.
აგვისტოს ომის მონაწილის ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერების ფარგლებში, რადგანაც თავდაპირველად საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სწორედ მას დაესხა თავს პოლიციელი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მასაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს ასევე მოსამართლე ლეილა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის მონაწილეები, პროტესტალურად განწყობილი ადამიანები, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მილუაძე, რომლებსაც ედავებიან რუსთაველის გამზირზე ვიდეოს 13 ყურეო კამერების დაზიანებას.